მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და მოდით დღეს ვნახოთ 2026 წლის ტაროს პროგნოზი თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. ჩემო თევზებო, ჩემო ძვირფასებო, მნიშვნელოვანია შეგახსენებთ, რომ მოусმინოთ არა მხოლოდ თქვენს ზოდიაქოს, არამედ ნახეთ დაბადების მომენტში, თქვენი დაბადების მომენტში სად იყო მთვარე. და რა თქმა უნდა აუცილებლად მოусმინეთ ასცედენტსაც. აი ამ სრამის ერთობლიობა მოგცემთ სრულ ინფორმაციას იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც იშლება თქვენთვის 2026 წელს და მოდით ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენთან, რა სიკეთეებს, რა სიახლეებს გიქადით 2026 წელი. ვნახოთ მშვენიერი სიახლეები, აქტიური ენერგიები. მოკლედ რაღაცა 2026 წელი, ყოველ შემთხვევაში სტაროს პროგნოზები რაც გავაკეთე, საკმაოდ აქტიური წელია და ძალიან კარგი და მშვენიერი, იმიტომ რომ როდესაც იცვლებიან ადამიანები, თითოეული ჩვენთაგანი ცვლის მერე უკვე სამყაროს უკეთესობისკენ, ხომ ასეა. ასე რომ ძალიან კარგი თუ ესეთი პოზიტიური ცვლილებები მოდის ყველასთან, ესე იგი რაღაცა შეიძლება უკეთესობისკენაც კი შეიცვალოს და თევზებთან პირველ რიგში აუცილებლად ვისაუბრებ სამსახურზე, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს სამსახურის ცვლილება და ეს ცვლილება პირდაპირ კავშირშია თქვენს ნიჭთან, შემოქმედებით უნართან. გარემოებები ისე იცვლება თქვენ სამუშაო სივრცეში, რომ სასიამოვნო სახალისო ხდება თქვენი სამუშაო ადგილი. მაგალითად, შეიძლება მაგალითად ყავდათ ესეთი ცუდი ანჩხრი უფროსი, ან თანამშრომელი, რომელთანაც არ იყოს სასიამოვნო ურთიერთობა, ხო? და აი ეს თანამშრომელი შეიძლება წავიდეს, შეიძლება გამოგიცვალოთ უფროსი. არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება თქვა თუნდაც მათი ადგილი დაიკავოთ თქვენ. ასევე შეიძლება მოკიდოთ ისეთ საქმიანობას, ხელი დაიწყოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც ძალიან ახლოს არის თქვენს გულთან, თქვენს უნარებთან, რასაც თავისთავად სიხარულით და სიამოვნებით გააკეთებთ. თვითონ თქვენგანთან აბსოლუტურად განსხვავებული გარემოებები შეიძლება იყოს. ხო, ანუ რაღაც აი ისე ეწყობა აი ამ სივრცეში, სადაც თქვენ სამუშაო სივრცეში ისე ეწყობა გარემოებები, რომ აი თვითონ ეს სივრცე იძულებული ხდება, რომ თქვენთვის სასიამოვნო და კარგი გახდეს. მათ შორის შეიძლება ეს იყოს ხელფასის მომატებაც, მაგრამ აი იმდენად კი შეიძლება ვიღაცასთან ეს ხელფასის მომატებაც იყოს და ძალიან სასიამოვნოც იქნება, მაგრამ აი თვითონ აი გარემო იცვლება, ძალიან შეიძლება აი მაგალითად ნაქირავები ქონდათ თუნდაც, თუ თქვათ ახლა ადამიანს საჯარო სამსახურში არ ხართ, შეიძლება ნაქირავები ქონდათ თქვენ სამსახურს რაღაცა შენობა, იყო ძველი შენობა და გადახვიდეთ ახალ შენობაში, უფრო კომფორტული იყოს თქვენთვის სამუშაო, ხო, უფრო სასიამოვნო იყოს, ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ გარემო თქვენთვის სასიკეთოდ აუცილებლად იცვლება თქვენთვის სასიკეთოდ. ნახოთ კიდევ სამსახურთან დაკავშირებით. ასევე, ეხლა ეცეთ რა არის, აი ძალიან საინტერესო. თევზებო, ვინც მარტო ხართ? ვინც არ ხართ პარტნიორულ ურთიერთობაში დაშორებული ხართ, მოკლედ პარტნიორი თუ არ ყავთ. აი ძალიან დიდი ალბათობა და შესაძლებლობა არის იმის, რომ სწორედ სამსახურში გაიცნოთ, ან შეიძლება უკვე იცნობთ ესეთ ადამიანს და აქამდე არ აქცევდით ყურადღებას, არ აღიქვავდით თქვენ მას როგორც პარტნიორს, შეიძლება იყო კიდევაც რაღაცა ფლირტი მისი მხრიდან, რაღაცა შემოთავაზება ურთიერთობის, ხო, რაღაცა ნამიოკები, და მას უბრალოდ არაფრად არ აგდებდით, ხო? ეხლა ამ ადამიანს საერთოდ სხვანაირად დაინახავთ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ სწორედ თქვენი სამუშაო სივრცე გახდეს თქვენი მომავალი პარტნიორის აღმოჩენის ადგილი. მშვენიერია ესეც, ხო? მშვენიერი ამბავია აქაც, მაგრამ სამსახურთან ვართ და მოდი ფინანსები ვნახოთ. აქაც როგორი ცვლილებები არის, როგორი მონძრაობა არის ფინანსური. მშვენიერი ფინანსებთან დაკავშირებით სტაბილური შემოსავლის წყარო ჩდება თქვენთან. მაგალითად,
შეიძლება აი გარდა იმისა რა შემოსავალიც გაქვთ კიდევ დამატებით შეიძლება გაჩნდეს აქ სტაბილური შემოსავალი მაგალითად ყავთ მომვალე ხო რომელსაც დიდი ვალი აქვს თქვენთან ერთიანად შეიძლება არა მაგრამ დაიწყოს ვალის გადახდა და ამას გააკეთებს ეტაპობრივად ხო ეს სტაბილურად ყოველთვე რაღაცა თანხა შემოიტანს შეიძლება მართლაც არ გაქვთ სამსახური და ეხლა იწყებთ სამსახურს და აი სტაბილური შემოსავალი ხო აი ყოველ დღე ესე მოჭრილობთ რომ რაღაცა თანხა შემოდის ხო აქედან წამოვიდეს ხო ეს სტაბილური მოძრაობა ფინანსების ხო შეიძლება ესეც იყოს ასევე შეიძლება მაგალითად შეიძლება გააქირავოთ ბინა გაქვთ დაკეტილი გადაწყვეტოთ რომ გააქირავოთ ბინა და აქედან ქირის შემოსავალი გაგიშვათ მოკლედ დამატებით ნუ აი ალიმენტი შეიძლება იყოს შეიძლება რაღაცა არის სახელმწიფომ გადაგიხადოთ ხო რაღაცა არ ვიცი გადასახადი რაღაცა დამატებითი შემოსავალი ფინანსური რომელიც სტაბილურად არა ერთჯერადად არამედ აი სტაბილურად როდესაც მოდის ხო აი ესეთი რაღაცა შემოდის თქვენთან. მოდით ნახოთ ახლა თქვენთან ფინანსებთან დაკავშირებით რა ფინანსები კი არა მაპატიეთ ნახოთ პირადი ცხოვრება რა ხდება პირადში. თევზებო. როგორც ჩანს დიდი პერიპეტიები ქონდათ პირადში. ახლა ელოდეთ ძალიან დიდ ცვლილებებს, რაღაცა დიდი იმედგაცრუებები, დიდი ტკივილები, ესეთი ემოციური მომენტები იყო, ხო, წინა წელს ძალიან დიდ ცვლილებებს ელოდეთ. ელოდეთ დიდ ცვლილებებს პირად ცხოვრებაში. ნახოთ, ოკეი. ძალიან დიდ ის რაღაცა თქვენი ტკივილი ქრება. აი ეს თქვენი ტკივილი რაღაცა შეიძლება ითქვას რომ ძალიან დიდი ბედნიერებით იფარება. აქ ელოდეთ დიდ და ძალიან კარგ ცვლილებებს, ქორწინება, შვილის შეძენა, ახალი პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობები და სხვათა შორის ვინც ეხლა დაიწყებთ ახალ ურთიერთობებს. ჩათვალეთ რომ შედიხართ ძალიან სტაბილურ ბედნიერ თანაცხოვრებას იწყებთ. ძალიან დიდი ბედნიერება, სტაბილურობა, სიმყუდრო, სიმშვიდეგელით. აი ეს არის ახალ ურთიერთობებს ვინც იწყებთ, ეხლა ვინც იწყებთ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს. ზოგადად თევზებისთვის ეს წელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბედნიერების, პირადი ცხოვრების მოწყობის და სიყვარულის წელია. ესეთ რაღაცებს გვპირდება, ხო, ეს პროგნოზი. ასე რომ აქაც ველოდებით სიახლებს. ფინანსებთან დაკავშირებით მინდოდა აქ კიდევ დამემატებინა ორი სიტყვით აქ არის კიდევ მნიშვნელოვანი ამბავი ის რომ თუ აპირებთ საკუთარი ხო აი საკუთარი საქმის წარმოწყებას ოღონდ ნახეთ აქ არის ისეთ საქმეზე საუბარი რომ სადაც თქვენ უფროსი არ ყავთ ანუ თქვენი ეს შეიძლება იყოს რაღაცა პატარა კერძო ბიზნესი შეიძლება გაყიდვები თუნდაც ონლაინ გაყიდვები არ ვიცი შეიძლება ხელოვანი ადამიანი ხართ, ხატვა, ქარგვა გეხერხებათ და მუშაობთ ისედაც, მაგრამ აი დამატებით გინდათ, ან თუნდაც საგანმანათლებლო მოსწავლეები შეიძლება იყვნენ, ხო, ანუ საკუთარ თავზე როდესაც მუშაობ. აქ არ უნდა ყავდეთ უფროსი. აქ არ არის საუბარი, როდესაც დაწესებულებაზე ერთ რიგით თანამშრომლად მუშაობ, ხო? აქ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, როდესაც საკუთარ თავზე, საკუთარი ბიზნესი, საკუთარი საქმიანობა, მასწავლებელი ხართ, შეიძლება ექიმი ხართ თუნდაც და საავადმყოფოში მუშაობთ, მაგრამ ადრე არაკეთებდი და ეხლა თქვათ ეგთანმა დაიწყოთ სახლში მომსახურებაზეც მუშაობა, ხო? ძალიან კარგად იმუშავებს ეს თქვენთვის. არ შეგეშინდეთ, შეიძლება ადრეს გეფიქრებოდა და აი გამომივა აეწყობა, არა ეწყობა. მომხმარებელი გეყოლება ძალიან ბევრი. ესეთი საქმიანობის წამოწყება წელს თქვენთვის ძალიან ესეთ მზარდ შემოსავალს გიქადით, ხო? იმუშავებს, აუცილებლად ამოიქოქება ასეთი რაღაცეები თქვენთვის. ამიტომ ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენზე უნდა იყოს, ხო? თქვენ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ და იქ თქვენი შემოსავალი არავის არ უნდა უნაწილოთ და არავინ არ უნდა მიგითითებდეთ რას აკეთებთ. ანუ დავალების მომცემი არ უნდა ყავდეთ. თქვენ უნდა დაავალოთ თქვენთანს, აი დღეს ვარ ხასიათზე და მინდა და აი დავხატავ და გავხედი ჩემ ნახატს მაგალითად. ხო? ანუ მხოლოდ თქვენზე იყოს, ან ბავშვებთან ასწავლით თქვათ უცხოენას და ააწყობთ გრაფიკს თქვენ თვითონ და არავისაც არ იმაშობით, ხო? ბავშვების გარდა არავის არ უთანხმებთ და თქვენ ანაწილებს. ორი მოსწავლე გეყოლებათ თუ 10, ხო? ძალიან შემოსავლიანი იქნება ესეთი საქმიანობა თქვენთვის. ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი
ძალიან ისეთი მომგებიანი და ბედნიერების და სიყვარულის მომტანი წელი გაქვთ. ძალიან მიხარია, რომ კარგი პროგნოზია. დარწმუნებული ვარ, თქვენც მოგეწონათ და ველოდებით თქვენს გამოხმაურებას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები, რომელსაც გააძლევთ ეს 2026 წელი და რა ვიცი, პირადში ყველაფერი ლაგდება პოულოდ პირად ბედნიერების თევზებისთვის. პრინციპში უმეტესობა თქვენთაგანისთვის თუნდაც უკვე ხართ, ხო, ურთიერთობებში რაღაცა იცვლება. აი, თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებში თუ ახალი პარტნიორი მოდის, ხო, გასაგებია, მაგრამ არსებული პარტნიორული ურთიერთობაც, ხო, ისე იცვლება, რომ აი თითქოს ახლიდან აღმოაჩენთ ერთმანეთს და პოულობთ ორივე პირად ბედნიერებას. და ამ პირადი ბედნიერების პოვნასთან ერთად თქვენი ჯიბის და საფულის შევსების შესაძლებლობაც გეძლევათ. ამიტომ გილოცავთ თევზებო. ულევ ბედნიერებას გისურვებთ 2026 წელს.